ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული ექს-მინისტრი სამართალდამცავებმა უკვე მეორე დაიყვანეს ამჯერად ბერლინში. როდის მოხდება ინტერპოლი ძებნილი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირება ჯერჯერობით უცნობია. ქართველი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ. ოფიციალური ინფორმაციით გირაოთი გათავისუფლების შემდეგ პროკურატურამ ოქრუაშვილი მისივე თხოვნით სამკურნალოდ გაუშვა. თავდაცვის ექს-მინისტრის ხელმეორედ დაკავების მიზეზი კი მისი საგამოძიებო ორგანოებში არ გამოცხადება გახდა. 27-დღიანი გერმანული ვოიაჟი ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობით სრულდება. ბერლინში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამჯერად ინტერპოლი აკავებს. ოქრუაშვილის დაკავების დეტალებს პირველად გერმანული გაზეთი ბერლინერ ცაიტუნგი ავრცელებს. ძებნილი ექს-მინისტრის დაკავებაზე დღეს კომენტარს ბერლინის საქალაქო პროკურატურაშიც აკეთებენ. Ich kann bestätigen, dass die betreffende Person am გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ პიროვნება სახელად და გვარად ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ საღამოს ბერლინში დააკავეს. დაკავებაზე საქართველოს მოთხოვნა იყო და ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ. გეტყვით, რომ ქართულ მხარეს ახლა 40 დღე აქვს იმისთვის, რომ ექსტრადიციისთვის აუცილებელი ყველა იურიდიული მხარე მოაგვაროს. საერთაშორისო ძებნა ოქრუაშვილზე დაახლოებით 2 კვირის წინ გამოცხადდა. ინტერპოლის წითელ ცირკულარზე ოქრუაშვილის გვარი მას შემდეგ გადაეცა, რაც ყოფილი მინისტრი სამართალდამცავების მოთხოვნაზე საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. ამის გამო საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. გირაოს თანხა 7 მილიონ ლარზე მეტი კი სახელმწიფოს გადაეცა. სასამართლო ბრძანების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადება ძებნა. ოქრუაშვილის პროცესები საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს. ყოფილ მაღალჩინოსანს ეკონომიკურ დანაშაულში брали 4 მუხლით აქვს წაყენებული. ექს-მინისტრმა брали ნაწილობრივ აღიარა. კომენტარს გააკეთეთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და რას ნიშნავდა თქვენი აღიარებით ჩვენ? წინასწარი პატიმრობიდან ირაკლი ოქრუაშვილი 9 ოქტომბერს გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში მან მკურნალობის მოტივით საზღვარგარეთ წასვლა ითხოვა, რაზეც პროკურატურის ნებართვა მიიღო. მას შემდეგ ოქრუაშვილი ინტერვიუს აძლევს სხვადასხვა ტელეკომპანიებს, სადაც აღიარებით ჩვენებას უარყოფს და ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს. პარალელურად ვრცელდება მასალები ოქრუაშვილისთვის ბადრი პატარკაციშვილის მიერ გადახდილი 500.000 ევროს შესახებ. ოქრუაშვილის თანაგუნდელების განცხადებით დაკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ინტერნეტ საიტებით ვრცელდება ბერლინის პროკურორის თუ პროკურატურის განცხადება, რომ ეს ფაქტი ნამდვილად შეეფერება სინამდვილეს, არც მეტი არც ნაკლები. გერმანიის პროკურატურამ დაადასტურა, როგორც ჩვენ გადმოგცეს, რომ ბატონ ოქრუაშვილს მისცემენ შესაძლებლობას მის ადვოკატებს დაელაპარაკოს. ოქრუაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ აქვთ უმრავლესობის წევრებს. გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკაში დაიწყება შესაბამისი პროცედურები ექსტრადიციასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები გულისხმობს სასამართლო განხილვას, შემდგომ იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. გარკვეული მონაცემები და მტკიცებულებები აქედან უნდა გაიგზავნოს. დეტალები წარმოადგენენ რომ ინტერპოლის მიერ დაკავებულია და მას ქონია მოთხოვნილი თავშესაფარი. ამობდა რომ არ მაქვს, მაგრამ ქონია მოთხოვნილი და როგორც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ახლა. ბერლინში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დაკავებულია მისი ყოფილი თანამშრომელი იასონ ჩიხლაძე, მეტსახელად ვოლკი. ინტერპოლით მასზე ძებნა ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო გამოცხადებული. ჩიხლაძე იყო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც დეტალური ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაზე, ბაზებზე და ტენდერებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავიდან იგი თავს რუსეთს აფარებდა. გაითვალისწინეთ ხალხო, რომ საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების უფროსზე. ესე იგი ადამიანზე, რომელიც იცის ყველა საიდუმლო ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის შესყიდვების. ქართულ მხარეს 40 დღის ვადა აქვს, რომ ოქრუაშვილის ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა იურიდიული მხარე მოაგვაროს. ექსტრადიციის შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს აეროპორტიდან პირდაპირ საპრობილეში გადაიყვანენ. სამი მოთხოვნა ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღსადგენად ფინანსური შემოწმება სამთვეში ერთხელ ნიუსკორპის მიერ იმედის ერთპიროვნული მმართველობა და ეთიკური პირობების დაცვა. მთავრობა ნიუსკორპისგან პასუხს ელის ყველა იმ მოთხოვნაზე, რაც მათ გუშინ წარუდგინეს. როდის აღდგება იმედის მაუწყებლობა, სავარაუდოდ ეს კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მთავრობასა და ტელეიმედის მფლობელ კომპანია ნიუსკორპს შორის დიალოგი დაწყებულია, თუმცა მაუწყებლობის განახლების ვადა ჯერჯერობით არ სახელდება. ფინანსური შემოწმება, მენეჯმენტის გამჭვირვალობა და პროფესიული სტანდარტების დაცვა. იმისთვის, რომ მაუწყებლობა აღდგეს, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული პირობების შესრულებას მოითხოვს. ნიუსკორპს თხოვეთ, რომ ეჩვენებინათ ჩვენთვის ნებისმიერი სახის კონტრაქტები და სხვა დოკუმენტები არსებული სხვადასხვა აქციონერს შორის. და ეს გავაკეთეთ პირველ რიგში იმისათვის, რომ გაგვეგო მაინც, მინიმუმ გაგვეგო, თუ როგორია სინამდვილეში აქციონერთა სტრუქტურა იმედის. იმიტომ რომ
ასე ვთქვათ, აი ოქტომბრის ბოლოთი, ნოემბრის დასაწყისით დათარიღებული ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობს, ასე ვთქვათ, ქართულ იურიდიულ ველში, მოდით ესე ვთქვათ, ანუ აქციების გადაცემის შესახებ საუბრობს აქციების 100%-ის გადაცემაზე. ხლა თუ 100%-ის გადაცემა ხდება ოქტომბრის ბოლოს, მაშინ ცოტა გაუგებარია, ვილოთ რომ ვთქვათ, წელიწად ნახევრის წინ, ერთი წლის წინ და ასე შემდეგ გაკეთებული განცხადებები ყველას ჩვენს გვახსოვს იმის შესახებ, რომ ნიუსკორპი უკვე წილის მფლობელია. იქ არის საუბარი გადაცემაზე, მართვაში გადაცემაზე 100% აქციებისა, რაც შეეხება იმ $3,500 ეს არის უბრალოდ როგორც ჩვენ ამერიკულ მხარემ აგვესნა, ეს არის უბრალოდ სიმბოლური თანხა, რომელიც მათ შეიტანეს ადვოკატების თხოვნით, იმიტომ რომ ასე ურჩიეს ადვოკატებმა, რომ რაღაცა სიმბოლური თანხა მაინც უნდა ყოფილიყო ჩაწერილი ამ შეთანხმებაში. თავად შეთანხმების შეფასება ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის. დაველოდოთ ნიუსკორპის რეაგირებას. მთავრობა აცხადებს, რომ საკუთრებისა და მესაკუთრის ცვლილებების გამჭვირვალობის ვალდებულებას მაუწყებლის შესახებ კანონის 61 და 62 მუხლებიც არეგულირებს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აყენებს პროფესიული სტანდარტების დაცვა. მთავრობის ინიციატივაა სპეციალური მედია საბჭოს შექმნა, რომელიც წინასაარჩევნოდ ყველა მაუწყებელზე მონიტორინგს განახორციელებს. თავაზეთ რომ აი ეს ნებოთ საბჭო, ნებოთ ისე სათათბირო რაღაცა ორგანო, ასე ვთქვათ, კვირაში ერთხელ გასულიყო ალბათ ყველა ტელევიზიით და ესაუბრა აი ამ ბოლო კვირის მანძილზე თუ რომელიმე მაუწყებელმა რაიმე შეცდომა დაუშვა ან ხარვეზი გაეპარა ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში ასე ვთქვათ წავიდნენ ან მიდიან ან ასე ვთქვათ დიდი ხანია პოლიტიკაში ასპარეზობენ, ალბათ არ არის სწორედ და მიზანშეწონილი, რომ ისინი ასე ვთქვათ ამავდროულად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. დღეს მაინც შესაძლოა დღეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას, ყველამ უნდა გადახედოს იმას, შეიძლება თუ არა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ადამიანები, რომელთაც აქვთ ლიდერობის პრეტენზია, დედას აგინებდნენ სახელმწიფოს უმაღლეს პირებს. მედია მონიტორინგის იდეა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისთვის მისაღებია, თუმცა გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ულტიმატუმის ენაზე საუბრობს. ნიუს კორპორაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ასეთი ტიპის დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომელიმე ეთიკის ნორმაზე ან რაღაც სტანდარტზე. აქ საუბარი არის ძალიან მარტივი. ხელისუფლება უყენებს ულტიმატუმს ნიუს კორპორაციის ხელმძღვანელობას, რომ ტელევიზია გაფილტროს იმ ჟურნალისტებისგან, რომელიც მათ არ მოწონთ, რომელიც მათ არ აწყობთ. ეს არის მარტივი ამოცანა მათი. ეს არის ულტიმატუმის ენაზე საუბარი მედიასთან. როგორი რეაქცია ექნება ნიუს კორპორაციას ასეთი ენით მათთან საუბარზე, ამას ვნახავთ ალბათ ამ დღეებში. მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნების უკანონობაზე საუბრობს ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული წინადადებებით ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ახდენს. მთავრობის მოთხოვნები იმედთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად არასწორი და არაკანონიერი. ეს არ არის მთავრობის საქმე გადაწყვიტოს, ვინ უნდა ეჯდეს წამყვანად თუ ჟურნალისტად ამა თუ იმ კერძო ტელეკომპანიაში. ეს არის გაუგონარი ზეწოლა თავისუფალ მედიაზე. საპირისპირო პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. კოტე გავაშვილი ამბობს, რომ მთავრობას იმედის მფლობელებისთვის კონსტრუქციული წინადადებები აქვს. მედია საბჭო კი ყველა მაუწყებელს თანაბრად გააკონტროლებს. ის ვინც იყო ძირითადი იმედის, ანუ ის წარმომადგენელი ბატონი მერდოკისა, რომელიც ჩამოვიდა, რომელიც ასევე ბიზნესმენია და ილაპარაკა ბატონ გურგენიძესთან, ისინი ორივენი ერთ ენაზე სწორად ლაპარაკობენ. ხდება. ნიუსკორპის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, ქვეყანა უკვე დატოვა. კომპანიის ოფიციალურ პასუხს მთავრობა კვირის ბოლოს ელოდება. დროებით გემშვიდობებით, არ ინერვილოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მედია საბჭო დამოუკიდებელი ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები მედიას 12 პუნქტიან მიმართვას უგზავნიან. საბჭოს რეკომენდაციით სასურველია კანდიდატების თანხმობის შემთხვევაში მაუწყებლებთან მათი წარმომადგენლების საკონსულტაციო ორგანო შეიქმნას. ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებელიც უერთდება. საპრეზიდენტო არჩევნები მთავარი თემაა, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატებზე არანაკლები ყურადღებით დღეს არჩევნების გამშუქებლები სარგებლობენ. წინასაარჩევნოდ ქართული მედიის ობიექტურობის საკითხი უკვე პოლიტიკური პარტიების განხილვის საგანიც გახდა. როგორ უნდა გაშუქდეს არჩევნები ობიექტურად, ამ საკითხს გუშინ მედია საბჭომ სპეციალური მიმართვა მიუძღვნა.
ალბათ პირველ რიგში შეეხება ტელემაუწყებლებს. ტელემაუწყებლებს ვინაიდან თავისუფალი არხი, თავისუფალი ჟურნალისტიკა გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისგან დამოკიდებულებას, არამედ დამოკიდებულებას და შეკვეთილობას მფლობელისგანაც აუცილებლად. ჩვენთან ეს სურათი ნამდვილად არ იყო გამოკვეთილი. 12 პუნქტიან რეკომენდაციაში 6 კანდიდატებისთვის თანაბარი დროის დათმობას ეხება. დოკუმენტი ასევე ურჩევს მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელების და ამ გზით ძალადობის პროვოცირებისგან. საინტერესოა მესამე პუნქტი, რომელიც გარკვეული ტიპის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისგან, რომელიც უკავშირდება ზოგიერთი კანდიდატის თუ მათი წარმომადგენლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. ძალიან ცუდი იქნება თუ არ მოხდა ამის შესრულება, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ცუდ გარემოში მოვექცევით, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს იქნება ესეთი ველური წინასაარჩევნო გარემო, სადაც არ იმუშავებს არა მარტო ეთიკური ნორმები, არამედ ეს ნორმალური კამპანიის წარმოების პირობებიც კი არის. ქართული ტელეარხებისა და გაზეთების ხელმძღვანელთა უმეტესობა დოკუმენტს იცნობს და მასში მოცემულ რეკომენდაციებსაც ეთანხმება. ასთა სხვადასხვაობას რეკომენდაციების განხორციელების ფორმები და შესაძლებლობები იწვევს. ჩვენ უნდა ძალიან სწრაფად მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, ამისათვის საჭიროა დაჯდომა, განხილვა ფართედ, ღიად იმისათვის რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს. თუ ამას ექნება მხოლოდ რეკომენდაციების სახე, საბოლოო ჯამში მაინც ალბათ ძნელი იქნება შევაფასოთ რამდენად ობიექტური და სამართლიანი იყო მასმედიის მუშაობა. აქედან გამომდინარე არის გამორიცხული რომ ალბათ რაღაც უფრო მეტი იყოს საჭირო ვიდრე მხოლოდ რეკომენდაციები. უფრო ეფექტური მონიტორინგის საჭიროებაზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობაც. თავად რეკომენდაციებს კი ის უკვე შეუერთდა, რადგან დოკუმენტში არსებული სტანდარტების უმეტესობა საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე მოქმედებს. მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი არის აუცილებელი და კარგია, რომ მოდის ინიციატივა მედია საბჭოსგან, რომელიც იმედია უფრო ეფექტური და ქმედითი გახდება მომავალში და მისასალმებელია ისიც, თუ სხვა მედია საშუალებებიც გამოეხმაურებიან ამ დოკუმენტს. სტანდარტებსა და რეკომენდაციებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ ტელეკომპანია კავკასიაში. ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისთვის არჩევნების ობიექტურად გაშუქების მთავარი ინდიკატორი არა სტანდარტები, არამედ იმედის მაუწყებლობის აღდგენაა. თუ ჩვენ ვართ სამხრეთ აღმოსავლეთისკენ, იქ მედია საშუალებები სხვათა შორის შარიათის კანონებითაც ხელმძღვანელობენ რა. ხოდა მოდი ჯერ გავარკვიოთ სადა ვართ და იმედის ჩართვა არ ჩართვის საკითხი ჩემთვის ამის ინდიკატორია. თუ ჩვენ გავარკვევთ, რომ ევროპისკენ ვართ, მაშინ ჩართონ იმედი და ვილაპარაკოთ ევროპულ სტანდარტებზე. თავად იმედის ხელმძღვანელობა მედია საბჭოს რეკომენდაციებს დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა ამბობს, რომ იმედში ამ სტანდარტებს ისედაც იცავდნენ. მე გახლავართ კიდეც ერთ-ერთი არჩეული წევრი ამ მედია საბჭოს, თუმცა როდესაც ის შეიკრიბა და რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, სამწუხაროდ ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. თავად იმ დებულებებზე, რომელიც ჩამოყალიბებული არის ამ განცხადებებში, მე შემიძლია მხოლოდ დადებითი რამ თქვა. ფაქტობრივად იქ ახალი არც არაფერია ნათქვამი და გაწერილია ის დებულებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში ისედაც გათვალისწინებულია და საქართველოს კანონმდებლობით. მედია საბჭო რეკომენდაციების უფრო ფართოდ განხილვას და ამ თემაზე სასაუბროდ ყველა მედია საშუალების მიწვევასაც გეკუთვნის. ყველაფერი კარგია, უბრალოდ ეს უნდა გაჩნდეს შიგნით მედიაში, როგორც სოლიდარობა, ასევე სურვილები, რომ დაიწესონ რაიმე ტიპის ჯერ სტანდარტი, მერე ჩარჩო, მერე ეთიკის ნორმა და შემდეგ თუნდაც კონტროლი. ეს ყველაფერი ჩვენგან უნდა მოდიოდეს. მედია საბჭოს რეკომენდაციებზე მსჯელობა სავარაუდოდ შაბათს არჩევნებამდე 35 დღით ადრე მოხდება. საბოტაჟის და ორგანიზებული დანაშაულის გამო შეწყვეტილი გაზმომარაგება თბილისში უკვე 2 კვირაა დედაქალაქის სხვადასხვა უბანს ბუნებრივი აირი ან შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდება. ყაზტრანსგაზ თბილისში ეჭვობენ, რომ გაზის მიმწოდებელი სადგურები მწყობრიდან ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიზან მიმართულად გამოიყვანეს. სისხლის სამართლის საქმეზე უკვე აღძრულია. რა თქმა უნდა, არ არის. ველოდები დგას. ეს არის უკვე მე-4 დღე არის. საკმაოდ გავწვალდით ამ უგაზობის. ბუნებრივი აირი გლდანის მოსახლეობას უკვე 3 დღე არ მიეწოდება. აციებასთან ერთად მოსახლეობა გათბობის ძირითადი საშუალების გარეშე დარჩა. ვერ წერ. ხელებს ცივა და ვერ წერ. გაზის ავარიულად გათიშვის მიზეზი წნევის მოულოდნელი ცვალებადობა გახდა. მაღალ წნევას ხანძარიც მოყვა, თუმცა მისი ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.
ისე ზანზარებდა მთელი სახლი, რომ მეგონა მიწის ძრა იყო და ფიქრობდი, რომ როგორ გავასწრო, როგორ გავიდე გარეთ მეთქი. გაისმა მეზობლის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ ჩაკეტე და ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი რაღაც ჩასაკეტი იყო და ეს იყო გაზი. დღეს კომპანიის ხელმძღვანელობამ ბუნებრივი აირის მიწოდებაში არსებული შეფერხებების კონკრეტული მიზეზები ოფიციალურად დაასახელა და განაცხადა, რომ გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურში არასანქცირებული ჩაჭრები ორგანიზებულ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ჩაიდინა. რასაც 15 გაზგამანაწილებელი სადგურის გამართვა მოყვა. თბილისის გაზის სისტემაში ინტენსიურად ხდება საბოტაჟი. საბოტაჟის ავტორები შესაძლოა იყვნენ როგორც ყოფილი თანამშრომლები, ისე უცნობი პირები. ეს პირები თვითნებურად იშავენ გაზს გაზგამანაწილებელი სადგურებიდან და აზიანებენ მილებს. სწორედ საბოტაჟის გამო შეუწყდა დღეს გლდანს გაზის მიწოდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მხილებული, ამაზე დაიძება უმკაცრესად. მოტივს აქ მნიშვნელობა არ აქვს. საბოტაჟი არის საბოტაჟი და ყველას მოხვდება ცხვირში და დაემტრევა ხელები. ის, ვინც გაბედავს იმას, რომ ხალხი დატოვოს გაზის და სითბოს გარეშე. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ზამთრის პერიოდში თბილისს გაზის გარეშე დარჩენა არ ემუქრება. ქსელი გამართულია გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველა ხელშეკრულება კი რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა. არანაირი პრობლემა გაზმომარაგებაში არ არის და შესაბამისად იყო რაღაც სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც დროებით იყო გაზის მომარაგება კონკრეტულ რაიონებში შეწყვეტილი, ეხლა არანაირი პრობლემა არ არის. გამოძიება გრძელდება, პარალელურად კი გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად. დღის ბოლომდე ყველა გამართული უბნის ჩართვა უნდა განხორციელდეს. ცენტრალური ორგანოები გადაკეთეთ, გაზი ჩაირთო. ხილათ იყავით. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ბურჯანაძე ნატოს გენერალურ მდივანს იებ დე ჰოპ სხეფერსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება. საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ეხება. ნინო ბურჯანაძე საქართველოში ხვალ დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილის დაპირება დევნილებს პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტი დევნილებს დაპირდა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება 2009 წელს ყველა დევნილი ზამთარს აფხაზეთში საკუთარ სახლში შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი დევნილებს დღეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა. დევნილები დაპირებას ამჯერად პრეზიდენტობის კანდიდატისგან იღებდნენ. 5 იანვრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მომავალი წლის ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს. ასეთი დაპირება მიიღეს დღეს მერიაში შეკრებილმა დევნილებმა. მე გპირდებით. მე გაძლევთ სიტყვას. რომ თუ 5 იანვრის არჩევნები და ეს არ არის ჩემი საარჩევნო დაპირება, ეს არის ჩემი ცხოვრების არცი კიდევ ერთხელ მოვა. ჩავატარეთ ნორმალურად. შემდეგი ზამთარი ჩვენ ყველანი ვიქნებით ბევრად უფრო თბილ კლიმატის პირობებში. ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას და დაპირებას გაძლევ. არასოდეს არ მithქვას არაფერი ასე კონკრეტულად. ღმერთმა კი აკრას ჩვენ ვიზამთ. ღმერთის დახმარება. თუ ამას ვერ გავაკეთებ, მაშინ არაფერს აზრი არ გქონია. სანამ პირობა შესრულდება, პრეზიდენტობის კანდიდატი ახლა დანიშნულ მინისტრს დევნილებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას თხოვს. ხვალიდან კობა სუბელიენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვევა და დევნილების პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. 5-მდე პირდაპირ დავალების მიცემის უფლება კანონით არ მაქვს, მაგრამ თხოვნის უფლება მაქვს და ეს თხოვნა დავალებაზე უფრო მეტია თავრობის მიმართ. ნახეთ როგორც ივა ქუჩაში. ვერ დაუშვებთ რომ რომელიმე ამ შენობაში არ იყოს სითბო, იყოს ფოიეები უკარფანჯრო და გაუნთბარი, იყოს ფანჯრების ნაცვლად ფანერები, ჩადიოდეს წყალი და კიდე 1000 გვარი სიბინძურე სახლებში და სარდაფებში და არ იყოს კეთილმოწყობილი გარშემო ადგილები და ნუ აღარ ვლაპარაკობ სახურავზე და სხვა კომუნიკაციებზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დევნილების აღწერის პროცესი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება. თითოეულ მათგანს 11 ლარიანი დახმარება სამჯერ გაიზრდებათ. ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახები დახმარებას დროულად მიიღებენ. ასევე საახალწლოდ დევნილებისთვის ეჯერადი დახმარება. მოდიში რისთვის რომ ჩვენ კომპაქტურად შესახლებულები ვარ და რაღაცნაირად ჩვენ არ გვეძლება ის 54 ლარი ჩამოგვაჭრას და რატომ არ ვიცი. ეს საკითხი ჩვენ ბევრჯერ დავაყენეთ, მაგრამ პასუხიც არ არის და მოხდა გაუგებრობა, ესე იგი აბსოლუტურად მექანიკურად იმის გამო რომ ფორმალურად ითვლებოდა რომ დენის და გაწყლის და რაღაცის ფულს კომუნალურ ფულს იხდიდა მთავრობა, ჩამოჭრა, მაგრამ რეალურად არის ის რომ 11 ლარი და 14 ლარი რომ ეს ხალხს ეძლევა, ეს საერთოდ არაფერი არ არის. ეს შეგვიძლია არც მივცეთ კიდევაც და მაშინ და დიდი განსხვავება არ იქნება. მთავრობამ მიიღო დავალება გურგენიძისგან და მანამდე ჩემთან მქონდა მას საუბარი ამის შესახებ, რომ ჯერ ერთი ყვინც არის ღვარს ჯერ ერთი ეს უნდა მინიმუმ გასამაგდეს.
პრეზიდენტობის კანდიდატისგან მიღებული დაპირებებიდან დევნილებისთვის ყველაზე მოულოდნელი დროებითი საცხოვრებლის, მათ საკუთრებაში გადაცემა აღმოჩნდა. დაუკანონდებათ ის ადგილები, რომელშიც ცხოვრობენ. ჩემთვისაც სურპრიზი იყო და მეც აღფრთოვანებული, იმიტომ რომ თვითონ ითხოვდნენ ესენი ამას, რომ გაუქრეთ განცდა იმისა, რომ ხვალ ვიღაცა ინვესტორი მოვა, ეგრეთ წოდებული ინვესტორი და გამოყლის იქიდან, ეს დამთავრდება. ჩვენთვის ეს რაღაცა საოცარი რაღაცა მოხდა დღეს. აი ეს დაკანონებაზე ბინების საკუთრებაში გადაცემა, ბაღების, იქ სადაც დევნილები ცხოვრობენ, ბევრი საკითხია ვერ იმდენად ჩემთვის ეს სიახლეს წარმოადგენს და ძალიან ღობილები ვართ. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრიბუნა კობა სუბელიენმა დაიკავა. დევნილების პრობლემებს უკვე ტოლვითა და განსახლების მინისტრი ისმენდა. ერთიანმა სახალხო მოძრაობამ ეროვნულმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან შეხვედრა გამართა არასამთავრობოების წარმომადგენლების განცხადებით. შეხვედრის მთავარი მიზანი ეროვნული საბჭოს სამოქმედო გეგმის გაცნობა და არჩევნებისთვის ამზადისია. ეს არასამთავრობოების მესამე შეხვედრა ოპოზიციასთან. ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატად წარდგენის შემდეგ კი პირველი. გაჩეჩილაძის არასამთავრობოებმა სპეციალური მიმართვაც გადასცეს. მათ 7 ნოემბრის მოვლენები და მის შემდგომ განვითარებული დაპატიმრებები დაგმეს. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვთვლი, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტენსიური კავშირი და კონსულტაციები, იმიტომ რომ ჩვენ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კოალიციის სურვილია, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნეს პრეცედენტი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისას. პრეზიდენტობის კანდიდატების პრეტენდენტი დავით გამყრელიძე დღეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო ექსპერტებს შეხვედრას გამყრელიძემ დეტალურად წარმოადგინა თავისი პროგრამა და მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საომალო სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე გააკეთა. გამყრელიძემ ექსპერტებს აღუთქვა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ყველა მათგანთან ჭიდროდ ითანამშრომლებს. მე არ მგონია, რომ საქართველოს ჩვენ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეთ ხალხის მოთხოვნით, უნდა დარჩეს პირდაპირ არჩევით პრეზიდენტი, იმიტომ რომ ის ხიფათი რაც არის, ისევ დარჩება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამაზე უარი უნდა ითქვას. შესაბამისად, ჩვენ არ გვეყოლება ნეიტრალური არბიტრი, რომელიც დღეს ყველაზე უფრო გვჭირდება, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური სოფხედელობიდან, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიებიდან და მუდმივად იქნება ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად დამოკიდებულია, ვალდებულია და ვალდებულებები გააჩნია პოლიტიკოსების, პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, ვინც ის აირჩია. კონსტიტუციური მონარქიის სიმომხრე არ ვარ ჯერჯერობით ეს ამაში ვერ დავწმუნდი რომ ეს ჩვენთვის აუცილებელია არის რაღაც იდეები რაღაც სადაზღვევო მედიცინის თვალსაზრისით რაღაც ასეთი რაც ძალიან საინტერესოა მაგრამ მთავარია რომ ეს არის კონკრეტული პროგრამა რომელშიც არის კონკრეტული პოზიტიური იდეები ეს არის მომხიბლავი მე დაეთანხმები თუ არ დაეთანხმები ეს არის სხვა საკითხი ბიზნესიდან პოლიტიკაში დავით გამყრელიძე პოლიტიკურ ასპარეზზე ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირში გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი დღევანდელ საპრეზიდენტო მარათონში კონკურენტ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ახალი პარტია ჩამოაყალიბა. მას შემდეგ ექიმი, მეწარმე და ლიდერი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო. დავით გამყრელიძის პოლიტიკური წარსული და სამომავლო გეგმები მაკა გაფრინდაშვილის რეპორტაჟში. კონკრეტული მიზნები და ამოცანები დავით გამყრელიძე ქვეყნის სათავეში მოსვლას აპირებს. მე მოვდივარ ძალიან წყობრი გეგმით, სამოქმედო გეგმით, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით ხალხის დაკვეთის აღსრულებას, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სწორედ ხალხის მეშვეობით და რეფერენდუმით, ისე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით სწორედ იმ პერიოდში, სანამ მოხდება კონსტიტუციის შეცვლა, სანამ მოხდება სახელმწიფო მოწყობის შეცვლა. დავით გამყრელიძე პოლიტიკურ ასპარეზზე მაშინ ჩნდება, როცა 99 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წელი გადის და მოქალაქეთა კავშირს პარლამენტში უმრავლესობა ყავს. უმრავლესობის რიგებს ორი ახალგაზრდა სიმპათიური ბიზნესმენი ტოვებს და ახალ მოძრაობას ქმნის. ახალი აზროვნება საჭიროა და ეს აზროვნება უნდა დაიწყოს ქვედაფენებიდან. დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენებთან ერთად ახალ ზეპარტიულ გაერთიანებას ქმნიან და ფრაქციის ჩამოყალიბებასაც ვარაუდობენ. მე ვიცი რომ ჯერჯერობით ორნი ვართ და მე ვნახე. ფრაქცია იმავე წელს იქმნება, დღემდე თითქმის უცვლელი ძირითადი ბირთვით. ფრაქციის თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს ირჩევენ. 1999 წლის საუკეთესო ბიზნესმენი პრეზიდენტ შევარდნაძეს ემიჯნება. 3 წლის შემდეგ შევარდნაძე მას იმ დროს ახსენებს, როცა დამწყებ პოლიტიკოს და ბიზნესმენს კარიერის შექმნაში დაეხმარა. ბატონი დათომი აიყვანეს სახელმწიფო მეთაურის აპარატში სამუშაოდ. მერე ბიზნესში წასვლა რომ მოინდომა ხელი კი არ შეუშალე.
ერთ-ერთი ისეთი შემდეგში გახდა უკანონო ეს გადაწყვეტილება ექსკლუზიური უფლება მიეცი. აი ბიზნესში სადაც წავიდა ექსკლუზიური უფლება, ესე იგი ის მუშაობდა თავისი ალდაგით კონკურენციის გარეშე თვალსაჩინო მთელი 3 წლის განმავლობაში. იმ არჩევნების შემდეგ, რომლის გამო ოპოზიციამ ვარდების რევოლუცია მოაწყო, გამყრელიძის ფრაქცია პარლამენტის ხდომაზე მივიდა და კვორუმი შეადგინა. ნოემბრის აქციებს ახლები არ შეუერთდნენ. ამის შემდეგ მათი ფრაქცია ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა. მე მივიღე გადაწყვეტილება გავემიჯნო აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. აქციებს გამყრელიძის პარტია არც ამ წლის ნოემბერში შეუერთდა. მანამდე ფრაქციამ და პარტიამ კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა. კოკა გუნცაძე და ლევან გაჩეჩილაძე ახლა ნაციონალურ საბჭოში ერთად არიან. ყოველთვის დანაკლისია, როდესაც ადამიანები გარკვეული პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამო სხვა პოზიციაზე გადადიან, ჯერ ერთი ადამიანურად არასასიამოვნოა, თუმცა ჩვენ შორის არის ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ რაღაცა პიროვნული დაპირისპირებისგან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც ნორმალური პროცესია. კონკურენტებს შორის ბადრი პატარკაციშვილია. ბიზნესმენთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გამყრელიძეს არასდროს დაუმალავს. ბოლოს პატარკაციშვილს ლონდონში ის ერთი თვის წინ ეწვია. ბადრის ნამდვილად შეუძლია ძალიან სერიოზული როლი შეასრულოს აი ამ სიტუაციის კონსტიტუციურ ჩარჩოებში გაგრძელებაზე და გამოსავლისძიებაში. დავით გამყრელიძემ ქუჩის აქციებში ჩაურევლობის პრინციპი რამდენჯერმე დაარღვია. ეს იყო მოჭიდავეობის მღელვარება და სალარო აპარატებთან დაკავშირებული გამოსვლები. შარშან ზამთარში ახალი მემარჯვენეები პარტნიორ მრეწველებს გაუნაწყენდნენ. მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების ფრაქცია იმიტომ დაიშალა, რომ მრეწველებს ახლები ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ. ის 3 ადამიანი, რომლითაც შეივსო მრეწველთა ფრაქცია, სწორედ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების დავალებით გადავიდნენ უმრავლესობიდან ამ შემთხვევაში ამ ოპოზიციურ ფრაქციაში. საარჩევნო ბლოკი დღემდე არ დაშლილა. მრეწველების კანდიდატი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით გამყრელიძეა. ახლო წარსულში დავით გამყრელიძე პარლამენტში საკუთრებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ახალმა მემარჯვენეებმა მხარი დაუჭირეს ნატოში გაწევრიანების შესახებ პარლამენტის დადგენილებას და სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას. საგანგებო ვითარების დროს დავით გამყრელიძეს ოპონენტებთან დიალოგზე უარი არ უთქვამს. დავით გამყრელიძე, ექიმი, წარმატებული მეწარმე. ექიმი, მეწარმე ლიდერი განსაზღვრება დავით გამყრელიძეს 2003 წლის არჩევნებიდან მოხვება. თავად განმარტავს, რომ ასეთი დახასიათება მაშინ ახალგაზრდა პოლიტიკოსის ცნობადობისთვის იყო საჭირო. ექიმს, მეწარმეს და ლიდერს დღეს ყველა იცნობს. ამიტომ დავით გამყრელიძე დახასიათებას წინა საარჩევნო სლოგანით ცვლის. ჩვენ ვწამს ღმერთი, ჩვენ ქართველ ხალხს ვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა იმისა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან, ავაორძინოთ ეკონომიკა, გავამთლიანოთ ტერიტორიები და საერთოდ დაუბრუნოთ ქვეყანას ის ღირსება, ის დიდება და ის სამართლიანობა, რომელიც ასე მოგვენატრა ყველას. პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტების წინასაარჩევნო კამპანია გია მაისაშვილი იტალიის საელჩოში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. საუბრის თემა ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. მაისაშვილი საკუთარ პროგრამას წარადგენს და საქართველოს საგარეო ურთიერთობების განვითარების საკუთარ ხედვებზე საუბრობს. ჩვენი საგარეო ვექტორი იქნება ამ დაძაბული ურთიერთობის რუსეთთან აღდგენა, ნორმალურ პარტნიორულ ვითარებაში გადასვლა და კიდევ უფრო დაჩქარება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ანუ ინტეგრაცია მოხდება ევროპაში არა მარტო დეკლარირებით, არამედ იმ ღირებულებების ცხოვრებით, იმ ღირებულებებით საზოგადოების აშენებით, რა ღირებულებებიც აერთიანებს მთლიანად ევროკავშირს. დღესვე გია მაისაშვილი მომავლის პარტიის ოფისში მხარდამჭერებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრას სტუდენტებიც დაესწნენ. სარეკლამო ლოზუნგი დევიზი, რომელიც შეიცავს მჭიდრო ინფორმაციას, ასე განიმარტება სლოგანი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მომბე შეეცადა გაერკვია, რაზე კეთდება მთავარი აქცენტი პრეზიდენტობის მსურველების პროგრამაში. არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთდროულად ორი სლოგანი აქვთ. იქადაგე უფლის სიტყვა, მაგრამ ენა გამოიყენე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. გია მაისაშვილი იმ თემებზე ხშირად საუბრობს, რაც მისი საარჩევნო სლოგანის მთავარი ნაწილია. დღეს ირკვევა, რომ მომავლის პარტიის ლიდერს ორი დევიზი ჰქონია. ჩვენი სლოგანია ორი. ქართველები ეხმარებიან ქართველებს, ანუ სოციალური სოლიდარობა და მეორე
ყველაზე მთავარი არის სამი სათნოება, რომელსაც ეძღვნება ჩემი საარჩევნო კამპანია, ჩემი პრეზიდენტობა, ჩემი ცხოვრება. ეს არის უფალი სამშობლო შვილები. ხალხაჭერა ნიშნავს, რომ მოგეწონათ დევიზი, მოგეწონათ სლოგანი. იდეა, რომ სლოგანად ეს სიტყვები გამოეყენებინათ, დავით გამყრელიძემ თანაგუნდელებს გიორგობის წინადღეს ეკლესიაში წირვისა შესთავაზა. ახალი მემარჯვენეები მანამდე ორ ალტერნატიულ დევიზზე მუშაობდნენ. ესენია საქმე ლოზუნგის გარეშე და სამართლიანობით რწმენით ღირსებით. ლიდერის შეთავაზება პარტიის ყველა წევრისათვის მისაღები აღმოჩნდა. ის რაც ჩვენს პროგრამას გასდევს მთელ ხაზად და არის ის, რომ ხალხის გარეშე წარმოუდგენელია რამეს მიაღწიო ადამიანმა და ჩვენ ქართულ ხალხს გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შევცვალოთ. დავით გამყრელიძის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს ჯერ სლოგანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტის გარეშე ამას ეროვნული საბჭოს წევრები მთავარ საპროგრამო მიმართულებას უწოდებენ. სლოგანს ლევან გაჩიჩილაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას დაასახელებს. ჩვენი კამპანიის და ლევან გაჩიჩილაძის დევიზების შესახებ, ამ არჩევნებზე სლოგანების შესახებ საზოგადოება ძალიან მალე იქნება ინფორმირებული. ჩვენ სპეციალურად პრეზენტაციას გავაკეთებთ, სადაც ამ ყველაფერს ვაცნობებთ. ხვალ გახდება ცნობილი შალვა ათელაშვილის საარჩევნო სლოგანი. მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტობისათვის 15 წელია ემზადება, პროგრამაც დიდი ხანია მომზადებული აქვს და დევიზიც. ძირითადი აქცენტი იქნება გამარჯვებაზე და მომავალზე. მაგრამ აქ არ იგულისხმება მხოლოდ პარტიკულარისტული ვიწრო ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება საქართველოს და ქართული ხალხის მომავალს. წინ მარადიული ერთობისკენ, წინ დიდი გამარჯვებისკენ, წინ საქართველოსკენ. სიტყვები, რომელსაც საარჩევნო კამპანიისას მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ხშირად იყენებს, მის სლოგანზეც აისახება. დევიზის საბოლოო სახით ცნობილი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციისას გახდება. ასეთი ტიპის სლოგანი იქნება, რომელიც იქნება ორიენტირებული გამარჯვებაზე, რომელიც იქნება წინსვლაზე ორიენტირებული და ამას საბოლოოდ ალბათ ამაზე ჩამოყალიბდება საარჩევნო შტაბი სულ ალბათ 2 დღეში. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ათელაშვილი პარლამენტის წინა აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის მიზეზად იგი არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას ასახელებს. საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნები ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული. შალვა ათელაშვილი აცხადებს, რომ აქციის მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ლეიბორისტული პარტია იღებს. აქციამდე 5 დღით ადრე კი პარტიის წევრები მერიას მიტინგის ჩასატარებლად სანქციის გასაცემად წერილობით მიმართავენ. სრულობა მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მიტინგი, დამაფრთხილებელი პრევენციული მიტინგი. მოგეხსენებათ, რომ კვლავ გრძელდება ტერორი, ძალადობა, პოლიტიკური პატიმრები კვლავ ციხეში არიან, მიტინგის მონაწილენი კვლავ ან ციხეში ან საავადმყოფოში არიან, ტელეკომპანია იმედი ლუგდადებულია და ეს ყველაფერი არ შეიძლება დარჩეს საზოგადოების არააქტიურობის, ასე ვთქვათ, ფონზე. პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა კუპრაშვილის საარჩევნო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიის ოფისში. სტრატეგია საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი გვილავამ წარმოადგინა. მისი განცხადებით გახსნილია ცენტრალური და რეგიონული ოფისები და აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება. შალვა კუპრაშვილი რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიის თავმჯდომარეა, იგი არჩევნებში პირველად მონაწილეობს. რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალურ პარტიას არ მიუღია არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ დარეგისტრირებულები არ ვიყავით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. აქედან გამომდინარე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც წარმოადგენს მე პრეზიდენტობის კანდიდატად. პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტი გია ჩხიკვაძე კი უვადო შიმშილობას აცხადებს, ის დღევანდელ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს. წმინდა ილია მართლის საზოგადოების ამჟამინდელი ხელმძღვანელი თვლის, რომ მოქმედი პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება უკანონო და მათ ქმედებებს საქართველოს კონსტიტუციის უხეშდარღვევად მიიჩნევს. გია ჩხიკვაძე მოითხოვს შეწყდეს დევნა ზვიად გამსახურდიას მთავრობის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. დღევანდელ ხელისუფლებას ვთხოვთ ბრწყალებში, რა თქმა უნდა, მოვთხოვთ მის მიერვე მიღებული კანონების და კანონმდებლობების დაცვას. კეთილი ინებონ კონსტიტუციით აღიარებული ყველა ნორმა, რასაც ხელს აწერს თავად მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტი, დაცული იქნეს
ხელისუფლების მიერ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სამ სურვილს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც საგანგებო სხდომა დასრულდა. ეს მსურველები არიან გიორგი გახუკიძე, ავთანდილ ფილაური და გია ჩხიკვაძე. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით საინიციატივო ჯგუფებმა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლეს. საინიციატივო ჯგუფებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2 დღის ვადა აქვთ. უმეტესობამ ფაქტურად თითქმის ყველამ შეძლო ამ ყველა ხარისხის გამოსწორება. შესაბამისად ჩვენ ამ 2 დღის განმავლობაში რეგისტრაციაში გავატარეთ 19 კანდიდატის საბუთები, უბრალოდ 15 კანდიდატის, იმიტომ რომ რეგისტრაცია ჭირდება მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის კანდიდატებს, ხოლო რეგისტრირებულ პარტიის კანდიდატებს ეს რეგისტრაცია არ ჭირდება. სამმა ვერ შესძლო ამ შეცდომებისა და უზუსტოების აღმოფხვრა, შესაბამისად ჩვენ მათ უარი უთხრეთ. გიორგი გახოკიძე, გია ჩხიკვაძე და ეს არის ბატონი ავთანდილ ფილაური. აი ეს სამი ადამიანის საბუთებს აღმოაჩნდა. რუსეთის დუმის დეპუტატები ენგურის ხიდზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსის სამშვიდობოების 301 საკონტროლო გამშვებუნქტს დღეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები სტუმრობდნენ. მათ ქართველი ჟურნალისტების გამოჩენისთანავე საგუშაგო დატოვეს. რუსმა მშვიდობის მფლობელებმა კი მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. Я тебя сейчас камеру заберу, убери камеру. А можете нам сказать? ეს კადრები დღეს ენგურის ხიდზე 301 გამშვებ პუნქტზეა გადაღებული სიტუაცია. მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველი ჟურნალისტების საგუშაგოზე მისული რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენლების გადაღება შეეცადნენ. ამ საგუშაგოზე ერთ-ერთი საარჩევნო უბანია გახსნილი. რასაკითხებს განიხილავდნენ დუმის წევრები რუს მშვიდობის ყოფილებთან უცნობია. საარჩევნო ყუთები ურნები იქნა შეტანილი ბლოკპოსტების ტერიტორიაზე, სადაც ხმას აძლევს როგორც პირადი შემადგენლობა, ასე ეთხოვენ რომ თავიანთი გამოხატონ თავიანთი აზრი ამ არჩევნების შესახებ და მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობამ. Რა თქმა უნდა, ეს ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზრისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. Передайте вашему генералу господину Чабану, что объявляю его нежелательной персоной в Грузии. В ближайшие дни он пусть покинет территорию Грузии. Я вам сообщаю, что Сухуми это такая же Грузия, как Ганмухури, как Зугдиди, как Тбилиси. ალექსეი პავლუჩკოს სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსის პოსტს აღარ იკავებს. ის დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებასთან ერთად დაკავებულია რიგითი სამშვიდობო, რომელიც ოქტომბრის ბოლოს განმუხურში ამ კადრებს იღებდა. სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძის ინფორმაციით, პავლუჩკო როტაციის პროცესში გაათავისუფლეს. რამდენადაც მე ვიცი, ეს იყო როტაციული ხასიათის გადაადგილება, რაც შეეხება შტაბის უფროსს, ხოლო რიგითის დაკავებასთან დაკავშირებით კონკრეტულად გეტყვით რომელი მუხლით არის დაკავებული, თუმცა თავისთავად ის ფაქტი რომ დაკავებულია სწორედ ის ადამიანი, ვინც ასეთი ფორმით მონაწილეობდა განმუხურის ინციდენტში, ძალიან ბევრი ლოგიკური ეჭვის საფუძველს ბადებს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პავლუჩკოს მოხსნა და რიგითის სამშვიდობოს დაკავება საქართველოს პოზიციას ჩაბანის საკითხისადმი არ შეცვლის. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ჩაბანი კვლავაც რჩება საქართველოსთვის არასასრულო პერსონად და დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დადგება მიწის გათავისუფლების საკითხი. თუ ბატონ ჩაბანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ გადმოკვეთს საზღვრებს და გადმო ტერიტორიაზე, რომელსაც ფაქტობრივადაც მათ შორის აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, ის იქნება დაკავებული და დეპორტირებული. საქართველოს არაერთხელ დაუფიქსირებია და კონკრეტულად მიუთითებია ის სისხლის ამახლებრივი დანაშაულის ელემენტების შემცველ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიოდნენ ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ჩვენ სადეთ დავკავშირებოდით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, რათა გაგვერკვია ალექსეი პავლუჩკოს გათავისუფლებისა და რიგითი ჯარისკაცის დაკავების საკითხი, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს. რუსეთის დუმის არჩევნებამდე ზუსტად 5 დღე რჩება წინასწარი პროგნოზებით არჩევნებში სახელისუფლებო პარტია ეძინაია რასია გაემარჯვებს, რომლის სის პირველი ნომერი თავად პრეზიდენტი პუტინია. რას ფიქრობენ რუსეთში მოსალოდნელ არჩევნებზე პოლიტოლოგები, ექსპერტები და ამომრჩევლები? ჩვენი რეპორტაჟი მოსკოვიდან.
მოსკოვში ბავშვმაც კი იცის, ვინ იქნება 2 დეკემბერს დუმის არჩევნებში ერთ-ერთი გამსვლელი პარტია. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი იძინაე რასიას ის სათავეში მოექცა, 7%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი გაიზარდა და წინასწარი გამოკითხვებით 57%-ს მიაღწია. მე მგონი ხალხი ჯერ ვერ გარკვეულა რისი არჩევნები იმართება. მოსახლეობა დუმის არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებთან აიგივებს. პრინციპში ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ამ მრჩეველთა 75% არჩევნებზე მისვლას გეგმავს. კარნეგის ცენტრის პოლიტოლოგებს ბოლო დროინდელი აგიტაციის შემდეგ ასეთი სურათი არ უყვირთ. განსაკუთრებით დღეს, როცა თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფო თანამდებობაზე იძინაე რასიას წევრები არიან. ამიტომ მათი აზრით საზოგადოება არჩევნების მიმართ ინერტული და პასიური იქნება. თუმცა ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შესაძლოა გააყალბონ. ეს არის არჩევნების მოდელი, რომელიც კრემლმა წარმოგვიდგინა. ასეთ სიტუაციაში, როცა ერთ-ერთი პარტიის სიაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობისკენ მოგვიწოდებს, უკვე ყველაფერი ნათელია. პუტინმა საკუთარ პარტიას საუკეთესო რეკლამა გაუკეთა და შესაბამისად ედინა იარასიას რეიტინგით მნიშვნელოვნად გაიზარდა. Я не думаю, что несмотря на ту кампанию, которую сейчас проводит. არ ვფიქრობ, რომ პუტინის საარჩევნო კამპანიის მიუხედავად ედინა იარასია 57%-ის მოგროვებას შეძლებს. ალბათ ბიულეტენებს ჩაყრიან და არჩევნებს რამდენიმე პროცენტით გააყალბებენ. შემდეგ კი კონსტიტუციასაც საკუთარ თავზე მოირგებენ. ისეთი შეგრძნება მოაქვს, რომ როგორ ჩატარდება არჩევნები, ჩვენ ბოლომდე ვერასოდეს გავიგებთ. თამაში ცალკარში გაიმართება. რუსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 100%-იან მზადყოფნას გამოთქვამს. ბანერები ქუჩაში ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ასეთი სააგიტაციო განცხადება მოსკოვის თითოეული სახლის სადარბაზოზეა მიკრული. საარჩევნო უბნები ძირითადად სკოლებში გაიხსნა. ყველაზე მეტი სარეკლამო ბილბორდი მოსკოვში 10 ნომერს უკავია. მოსახლეობის უმეტესობაც მხარს სწორედ მას უჭერს. ჯერ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ იძინაე რასიას მივცემ ხმას. შეიცვალა აბარა, ამას ტელევიზორიდანაც ვხედავთ. იძინაე რასიას, რა თქმა უნდა, იცით გაზეთ ვესტიში ესეებს წერს, მათ შორის პუტინზეც, როგორც რეპრესირებულს ბოლო 5 წელია ის დაბადების დღეს მილოცავს. ეს ყურადღება დასაფასებელია. თუმცა რომ არჩევნებზე წასვლა არც არის საჭირო, ისედაც ნათელია ვინ გაიმარჯვებს. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 11 პარტია იბრძვის. ექსპერტების ვარაუდით, დუმაში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი ორ პარტიას, იძინაე რასიას და კომუნისტებს აქვთ. თუმცა მოხდება თუ არა მეათე და მეოთხე ნომრები ორ უპირობო ლიდერ პარტიებს შორის, ეს 2 დეკემბერს არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. British Airways-ი ქართულ ბაზარს ტოვებს, მის ნაცვლად კი ქვეყანაში პარტნიორი ავიახაზები BMI შემოდის. ახალი ავიაკომპანიის პრეზენტაცია საქართველოში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრიც დაესწრნენ. BMI მომსახურების გაუმჯობესებას გეგმავს, ავიახაზების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა კომფორტული მომსახურება იქნება. ამ დროისთვის ჩვენ ძირითადად მუშაობთ მომსახურების გაუმჯობესებაზე, რაშიც საკვებით შედის და გართობაც. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მგზავრებს შევთავაზოთ ფილმების დიდი არჩევანი ფრენისას. გვექნება სპეციალური ბიზნეს და საბავშვო პაკეტები. BNI ძალიან ცნობილი კარგი კომპანია. უკვე დიდი ხანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საერო კავშირი გვაქვს. და იმედი მაქვს რომ BMI ეს კავშირს განაგრძელებს. მოხდა გარიგება იმ კომპანიის მფლობელმა მიყიდა თავის კომპანია BMI-ს და შესაბამისად კომპანია ყველა თავის რეისით, ყველა თავის სლოტით, ასე ვთქვა და მარშრუტით გახდა BMI-ს ასე კუთვნილება და BMI ბევრად დიდი კომპანია, ვიდრე ის კომპანია, რომელიც დაფრინავდა British Airways-ის ბრენდით.